ახლა რიღამის ამის ნახევარი. თმა გავისწორე. მეხუნები და რას მეპრანტებით ხარა. ორივე ფეხი. გავიკეთე. რას დოდია რა ხო და ახლა ჩავიცრათ და წავიდეთ აეროპორტში. დედა, ასე მიგვაქვს. დაახლოებით თითქმის 2 საათში. თითქმის. აი მივდივართ და მეყვარხარ. სადა? აეროპორტში. ცოტა ცილი მომერია, ოღონდ თან ძალიან ემოციებში ვარ. ჩავიცოთ. ეს არის წინებს, ანუ წავედი. გული აქვს. მეხარება. გაყვიჟებს. ჰალო, გოგო, დაგავიწყო. ჩამოფრენამდე დარჩა 13 წუთი. გულს ვერ გრძნობ, ანუ ვერაფერს ვერ გრძნობ. სუნთქვა მიჭირს. ლაპარაკი მიჭირს. ყველაფერი მიჭირს. ბაბუაშვილი. გამოდის. რა დედა? მიჩაბული. პრინავი. სულეგრია, ახლა ემოციებზე ვერ ვილაპარაკებ, ანუ ძალიან ცუდად გრძნობ თავს. არეული ვარ, ნამტირალები, ყველაფერი მჭირს, რაც შეება არა მიაჩნდეს. ბედნიერების, რა თქმა უნდა. ხო და ანუ მწყობრში არ ვარ ემოციურად. თან ახლა ყავაზენა ჩამოვიდნენ, იმიტომ აქ სიმშვიდე რომ ანუ მაღლა არიან. ყავაზენა ჩამოვიდნენ, ხო და მე ვემზადები, რომ ის რა ქვია, ყავა დავადგათ. ხო და ჩამოვიდნენ. სულად. ისეთი ბედნიერი ხალხო ვერ ვლაპარაკობ, ისეთი ბედნიერი ვარ, ანუ თან ღამენათევი ვარ, ერთი ალბათ 3 დღეა, ფაქტობრივად ღამე ნორმალურად არ მძინავს. და ანუ არც დღე რეალურად. დღე მით უფრო არ მძინავს. ხო და ისე ვარ, ანუ გათიშო მდგომარეობაში ვარ, აი აბსოლუტური თიში მაქვს მიღებული. არ ჩვენ გვინდა ახლა დედიკო რა? დიდებული იხლოს კენმეძახეს. მე ვიქუსი ამერია. რაილები ვენძინავი. რაილები აი ოტნი და ფესტო. დედაჭი არ მოგხოდი. ხო და ისა დედა შოქშია. უფრო დაწყლებით მე მოგიყვებით, ანუ ძალიან გაუგნებულია ძალიან. ისე რომ ანუ გაზდა აი გავიგებ სადაა. ვინახართ საერთოდ ვისთანა ვარ ეგეთია. რთულია ძალიან ემოციურად მისთვის, ძალიან რთულია. რაც რა თქმა უნდა მესმის. რა დე იმიტომ რომ ანუ
დაახლოებით მასე ვიყავი, მეც რომ ჩავედი საბერძნეთში, ანუ ვერ ვიგებდი სად ვიყავი და რატო ვიყავი და ისინი ვინ იყვნენ. ისე ვიყავი. და მე სად ვიდიოდი, ამიტომ მით უფრო ამდენი წლის მერე ხო ხვდებით აბსოლუტად მესმის მისი და ვიაზრებ. აი არ ვიცი, სულ რაღაცა წარმომედგინა მის საქართველოში დაბრუნების მერე ჩემი ეს რაღაცა გაგიჟებული ემოციები, მაგრამ ვერ აი ისეთი ემოციები ვერ მქონდა. ანუ ბებო გახდა იმდენად თითქოს ცუდად და რაღაცნაირად და მე ისეთ ემოციებში ჩავარდა, რომ ბებოზე გადავერთეთ, ასე რომ ვთქვა და ანუ რაღაცნაირად ჩემი ემოციები უკან დაიხია რა და კიდე კაი რომ დაიხია, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ამდენი ადამიანის ემოციის მიღება ბუნებრივია და მაგ მხრივ ანუ მაგრამ რეალურად ანუ ბევრად მეტად მეგონა რომ გადავირეოდი. მაგრამ ბებომ იმდენად იმასქნა გადაფარა, რომ დედაც შემეცოდა მერე და ბებოც და ამიტომ ჩემი ემოციები უკან დაუხტიერა და მთელი გზა მაკანკალებდა, ანუ რო ვერ დავხარჯე ის მე ვაფრენ საოცარი. ერთი წამით შეიძლება საუბრობ. რა არის კაცო ეს ზღვარ გადასული კივი. რა შეხება ჩემ ნინოს უფრო ხშირად ვნახულობ ვიდრე რა თქმა უნდა დედას. ხო და სულ რამდენიმე წამით ვნახე, მერე წავიდნენ. ხო და ვერც ველაპარაკე და მოკეთ ხვალ ამოვა და დავჭდებით და ვილაპარაკებთ. და ჯერ პირველში დავიცინო, ანუ პირველ რას უნდა გავაკეთო, ესე დაძინება, იმიტომ რომ არაპროდუქტიული ვარ, გუნზი არა ვარ, დღეს ზეიმი მაქვს და საერთოდ გუნზი არა ვარ, ერთი სიტყვა არ მახსოვს ახლა არაფერი, აი საერთოდ ისე ვარ, დაღლილი ვარ, ანუ უძინარი ვარ. ის ემოციები რაც მაქვს ახლა, რომ დედა სახლშია და მისი ხმა მესმის. ვცდილობ რამე შევადარო და ვერაფერს ვადარე. ანუ ცამდე თუ შეიძლება ითქვას რომ ვარ ბედნიერი ვარ. ვერ ვიტევ სიხარულს და აი ბოლო ხმაზე ვიდე რომ ვიტირო ბედნიერებისაგან, აი ეგეთი შეგრძნება მაქვს რა. უი დედა რაც ხელი და გავიწვით. ახლა არის რომელი საათი? ჯერ 7 არ არის დილის. არც მარიკოს დავუცინი. არც კობა საერთოდ არ დავუცინი. განათება ისეთი ესეთ არ მინდოდა ვიდეოს შევქვა, მაგრამ რა ხდება? ერთი უნდა და ერთი და მორჩა გავთ. მაგრამ მინდა და ჩემი ემოციები გაკომეცა ის რაც მაქვს ამ წამს. ერთ წამი შემომხედე შენ. რა ხდება? დედა უნდა ცოტა წამოიხარშოს ეს სიმინდი და რა გავაკეთო? ეგ მიირთვი და ამასაც მოგიდა საყვარელი. დაგემშვიდობებით მეგობრებო. ჭკუიდან ვერ გადასული. გისურვებთ ყველას ზუსტად ისეთივე ბედნიერებას, როგორცაც ახლა მე განვიცდი. ზუსტად იმ ეიფორიას, რასაც მე განვიცდი, ზუსტად იმ აი რაღაცა სიგიჟე ხდება ჩემს ტვინში. იგივეს გისურვებთ, რომ ეს ბედნიერების გახდება. დედას აუცილებლად გაგაცნობთ მოგვიანებით, რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებლად გაგაცნობთ. ასე რომ მშვიდობიანი ღამე. დაგიბრუნდეთ, მაგრამ მშვიდობიანი ღამე კი არა და ხალხო მშვიდობიანი დღე. გათენდა დეკით ფეხს. მარიამ მაინატრა რომ სიმინდი მინდა ბებოვო. დედა ჩემს უთხრა საბერძნეთში რო იყო და არც მეტი არც ნაკლები საბერძნეთიდან ჩამოუტანა დედამ სიმინდი.
ანუ თუ მჯეროდეს ახლა აი ეს ამბავი წამოდუღება უნდა და საკმარისია. დილა 7:03 გამოვიტრაჭე, გამოვიკვაწე, გამოვცოცხლდი ნაწილობრივ. წავიღოთ ჩასასვლელი, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი რას ვიცვამ. ხო და მომიწია ტარება. ხო და აქ რა კაი სამაქი და რომ იყო შუქი. ხო და წავიდეთ. დღეს იმის დღე გვაქვს. ჩემს ატარებს აქვს ძალიან ბედნიერი დღე, რასაც ემზადებოდნენ, შრომობდი ყველანი. ხო და დედამ დაიცინა, მარიკო დაიცინა მთელ ოჯახს. ზინოს და მე წუთითაც არ მომიხუჭავს თვალი. ამიტომ რომ დამძინებოდა ბოლოს ვიგრძენი, რომ თავს ძალიან სულ გრძნობდი და რომ დამძინებოდა მორჩე გამორიცხული იყო ჩემი გაღვიძება, ამიტომ რა თქმა უნდა ელვის სისწრაფით წამოვხდა. ხო, მარიამს დედამ ჩამოუტანა უდიდესი თოჯინა და ულამაზესი, აი ისე მომწონს, რომ მე კიდე მოდი ცოტა ხანი მათხოვე. აი უსაყვარლესი და არქში არ გაატარა, რომ ეს არის ორფია. აი ან რაღაცა არ მომკაროს რაღაც, იქვე მქონდესო, რომ მივცეო, მაგრამ არა. მიეკარა თავიდანვე საჩუქრის გარეშეც და ძალიან გამიხარდა. მაგრამ მაინც მისცა დედიკომდე გადაირია. ისე მოეწონა, ხალხი გადაირია, ძალიან მოეწონა და მეც მეტი რა მინდა. გამოვჭიმეი და სახში რომ მივა. თოჯინა მივიგორ მოვიგორე, მიზეთი საყვარელია თქო. ვცდილობ გამოფხიზლებას, მაგრამ უშედეგოდ, ხო. ჩემ და სამწუხაროს ბავშვიკას ჩამეძინა, წამიღო. აი ეს კი ჩამეძინა რომ არიქა და მაუძებდნენ, მაგრამ აი რაღაცა წამიღო მომენტალურად. სითბო იყო და ჩავთვი. ხო და წამიღო და კიდევ გავყევი მეორე კრუგზე ჩემ უბანში იმას მარშრუტკას და დავიღუპებოდი კიდეს. ხო და წარმოვიდგით ის ბრძოლი რომ მავიძებს, გაიღვიძეთ და მე რომ ვეუბნები დამბაცადე ძილი თქო. დიდი ხანი ასე არ დამართნია გოგონებო, ანუ უძილობაზე, რომ ასე ტრანსპორტში გავთიშულიყავი. ოდესთან მე მართა არც მახსოვს ბოლოს, ანუ ვერც ვხსენებ. გავთიშული ვიყავი. ეხა სიგრილეზე რა გავიფართოვდა თვალები. ჩქარა მინდა ვიარო, რეალურად მე ჩქარება და ენერგია არ მაქვს ჩქარა ვიარო. უძილობა ზოგადად ანგრევს ადამიანს. გამოფიტული ვარ სრულიად. მოგითხარით რამდენიმე დღე გავათენე თან და ნესახი კაპლად რომ გიდოდი ენერგია არა მაქვს. მაგრამ დღეს მივიღალ სახლში და შევეცდები რომ გვიან კი არა და ცოტა ხანი დავიძინო და მერეც ცოტა ადრე დავწევ ვიდრე ეხლა წვებოდი. ეხლა უბრალოდ არც წვებოდი სორი. ხო, ანუ 3-მდე აღარ ვიყო და 5-მდე. იმიტომ ენერგია ნამინ თუ რა ქვია წითელი. ხო და მე ნეგულა და მე ეგარ მაწყობს. კიბს გავდიხარ. არაადეკვატური ვიყავი დღეს. ოღონდ დიდად ვერ გამოვხატავდი, მაგრამ მაინც მოკლედ ყველაფერს მოგიყვებით. აი ჩემი ემოციით ამ დღეებში. შესაძლოა დღესაც. დღეს არა. ამ დღეებში. ყველაფერს მოგიყვებით. როგორც ვიცი ხოლმე დეტალებში. რა როგორ რა მოხდა, სად მოხდა. ასე რომ დავიწყოთ დღეს საქმე.
ესე იმის მერე გავაგრძელოთ სხვა ჯგუფის რეპეტიცია. უფალო. დავწუხაროთ. ზედიზედ მომიწევს გაგრძელება ჯგუფების დღეს. მარტო ის მან უგეშებს რომ ხოლმე არ აქვს შაბათი. აი ეგ რო არ იყოს ალბათ რა ვიცი. რას მოდიალობ ხალხჭუყოზე კი არა ვარ. ჩაი არა კი არა ხალხო. საოცრებები იყვნენ ეს პაწაწონა ბავშვები. მე არ ვიცი 4 წლიან ბავშვებზე საუბარი ჯგუფზე ეს არ არის თქვა 6 წლიანები და ან უნივერსიტეტი. სასწაული ემოციებს გავარ დაცლილი. ანუ დღევანდელი ვიდეო იქნება ემოცია დანხეული. იმიტომ რომ არც ერთი გრამი ხალხო დედას გეფიცებით, ანუ მართლა გრამი ემოცია აღარ შემრჩა, ისეთი გადარეული ვარ დღეს და მადლობა იმ ჩემს ბავშვებს, იმ პაწაწუნებს, რომლებსაც ხელა ბედნიერება მომანიჭეს და თუ იციან. იმ პიანისტებს, აი ყველას პედაგოგებს, დამხმარე პედაგოგებს, ვიც მე გამოცდილებში ეხმარებათ კიდევ ჯგუფებს. ყველაზე მთავარი ჩემს თავარ რეჟისორს, რომელიც დგამს ყველაფერს და მე ჩვენ ყველაფერს დეტალებზე უკვე მუშაობას ვიწყებთ, მე მოდის რა ისია, რა ასია. ადგენს ამ გვიცვლის, ამ გვიმატებს და მოკლედ. სასწაული გარემო, ანუ ეს ბავშვები არიან, აი არ ვიცით ხალხო. სულ გზიდან გერთვებით ამ ბოლო დროში ვინმეს მოგბეზრდათ, მაგრამ ბოდის გიხდით ძალიან ქაოსში ვარ ეს პერიოდი, შესაბამისად ქაოსური ვიდეოებია და მადლობა ვინც მიყურებთ. და ვინც ძალიან დიდი საყვედურის ტექსტები დამიწერეთ, რომ რამე ზეიმებოდა და უნდა დამეტოვებინა სამსახური. როგორ წარმოგიდგენიათ ხალხო დღეს თქვენ არიცით რა ბედნიერები იყვნენ ბავშვები. ამ დღის ჩაშხამება ბავშვებისთვის თქვენ გგონიათ რომ ეს პატარები გაიგებენ იმ ყველაფერს? როგორ უნდა რა ხერხით უნდა გადავცეთ ბავშვებს რატო არ ექნებათ ზეიმი? ის ზეიმი რომელსაც თვეები ამუშაობენ. ელოდებიან თოვლის ბაბუს, ელოდებიან საჩუქრებს. ასე არ არის. ნუ გიმარტივდებათ რაღაცები. მარტივია ხალხო სილანძღვა, მარტივია სხვის საყვედურების თხევა, ანუ ძალიან ბევრი რამე მარტივია. მაგრამ რეალურად ეგ ეგრე არ არის. არ არის. ამ ხელა ბედნიერება მოაკლო ბავშვს, უბრალოდ მიგაგაუგ. მე არ ვიცი, ვარ სასტიკი წინააღმდეგი ბავშვს ეს გამოაკლო, იმიტომ რომ ნუ არ აქვს მნიშვნელობა. ბავშვს მოპარო, ახლა არავინ პარას, ეს თაობა თუ რაც გეხოწებით რა. ეს მორალის კითხვაში ვართ, აი არ ვიცი, რას ვართ მორალის კითხვა. მეგეთი მაგრები ვართ, რომ აი არ ვიცი. ჰაი კლასის დონე გვიჭირავს, არ არის. ეს ისე არ არის. თქვენ რომ მუშაობდეთ ბავშვებთან, ვინც ძალიან დიდი ტექსტებით გამოდიხართ და საყვედურობთ ხოლმე, მიხვდებით ჩემს ემოციებს, რატო რაღაცას ვერ ვაკეთებ. და ზოგადად ჩვენს ემოციებს რატო ვერ ხერხდება რაღაცები. ხო და გულოცავ ჩემს პატარებს ამ საოცარ გამოსვლას, აი მართლა გაოგნებული ვარ. თავმა შემიძლია ვთქვა, რომ რა შრომაც ჩავდეთ ამომიდეთ. იმ შედეგით, რა შედეგით დადეს და საკმაოდ მაღალი თამბასა დადეს. ერთი მაქვს პირადად მე კიდევ 24-ში. შემდეგ მეწყობა შვებულება. თუმცა რა თქმა უნდა უკვე უფრო პაწაწუნა ბაგა და პატარები მოყვერთ. იმათთან უკვე ჩატარდა გადაღებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა მშობლების გარეშე ხა ბაგას მშობლებთან ერთად ვერაფერს გააკეთებენ, ძალიან პატარები არიან. მხოლოდ იყო ფოტოსესიები, გადაცემები, ესენი მოკლედ ყველაფერი. ხო და 24-ში მაქვს დიჯგუფთან და ხო ნუ ჩვენს ბაზარში კიდე ერთი ზეიმი ცოტა თვის ბოლოს იქნება ის. ასე რომ მიულოცოთ პატარებს და თუ თახდებით რომ პატარები არიან ჩვენი მომავალი, ხო და ჩვენს მომავალს ძალიან დიდი განვითარება ჭირდება და ამ
განვითარებისთვის ძალიან ბევრი ადამიანი უმუშაობს. ძალიან